ეკალათა GoG ეს არის ვებგვერდი, რომელიც საოჯახო კალათის პროდუქტების ჩამონათვალს აერთიანებს. პლატფორმა შექმნილია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, რომლის მიზანია მომხმარებელმა ერთ სივრცეში ნახოს 12-ზე მეტი მსხვილი სუპერმარკეტის ფასები და თავად შეადგინოს მისი ბიუჯეტისთვის ყველაზე ხელსაყრელი კალათა. ამ პლატფორმაზე შედარებულია ფასები სხვადასხვა ქსელებში ერთსა და იმავე პროდუქტზე. ნაჩვენებია ყველაზე იაფი შეთავაზებები თითოეულ კატეგორიაში. მონაცემები რეგულარულად ახლდება, მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაზოგოთ დროც, ფულიც და მაღაზიაში წასვლამდე უკვე იცოდეთ, სად რა უფრო იაფია. როგორ ვისარგებლოთ საიტით ეკალათა GoG. ამის გარკვევაში ხატია იობიძე დაგვეხმარება. ამ კვირაში მომხმარებელს ფასდაკლებით ვთავაზობთ შაქარს, წიწიბურას, ფქვილს და ზეთს. აქ ძირითადად წარმოდგენილია ის პროდუქტები, რომელიც არის არამალქუჭებადი, მალქუჭებადი პროდუქტები, როგორიც არის ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზეული, ისინი უკვე სამაციურე სექციაში გვაქვს წარმოდგენილი. სწორედ ეს პროდუქტები დაგვხვდებათ სამომხმარებლო კალათის შეთავაზებაში ერთი კვირის განმავლობაში. სპეციალური ნიშნით და კონკრეტული სახელწოდებით სუპერმარკეტებში სამომხმარებლო კალათის პროდუქტებს მარტივად იპოვით. თუმცა მათი შეგროვება და ფასების შედარება საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განსაზღვრულ ბიუჯეტს კი ზუსტად განვკარგავთ მაშინ, როცა ყველაფრის ჯამური ღირებულება წინასწარ გვეცოდინება. ამის საშუალებას მომხმარებელს ახალი ელექტრონული პლატფორმა ეკალათა.go.g აძლევს, რომელიც საოჯახო კალათის ფასებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელიდან ერთ სივრცეში აერთიანებს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რომელ ქსელურ მარკეტში რა თანხის გადახდა მოუწევს პროდუქტებში. მომხმარებელს 14-ზე მეტ პროდუქტზე 290-მდე შეთავაზებას 13 მსხვილი სავაჭრო ობიექტის თავაზობს. ყოველ ხუთშაბათს განახლებული შეთავაზებები იგზავნება ჩვენი მხრიდან. კატეგორიები ძირითადად არის ერთ და იგივე. ყოველთვის მოიცავს ეს რძის პროდუქტებს, ხორცის პროდუქტებს, თევზს, ბაკალიას და იმ სხვა პროდუქტებს, რაც სამომხმარებლო კალათისთვის არის აუცილებელი. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ღრმა ფასდაკლებები გავაკეთოთ, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მივცეთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები. თუ მომხმარებელი მიუთითებს კატეგორიას ყველას, პროექტის მონაწილე სუპერმარკეტების ჩამონათვალის ქვემოთ გამოჩნდება ტოპ 5-ეული, ლიდერების დაფა საუკეთესო შეთავაზებით და საბოლოო არჩევანს კი რა თქმა უნდა თავად ვაკეთებთ. რაც უფრო მომხმარებელი არის ინფორმირებული, ის აკეთებს ყველაზე რაციონალურ და საუკეთესო გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მომხიბლარი არის მისთვის. პლატფორმა უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ამოქმედდა. პირველივე 24 საათში ქონდა რეკორდული ინტერესი მომხმარებლების მხრიდან. რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, რომ ამ პროექტის მიზანი საოჯახო კალათის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაზრდაა. თვითონვე უკვე ამბობენ, რომ ერთმანეთის ფასებს აკვირდებიან და მუდმივად ცდილობენ ერთმანეთზე უკეთესი ფასები შესთავაზონ ამ სოციალურ პროდუქტზე მომხმარებელს, რაც რასაკვირველია მომხმარებლის კეთილდღეობისთვის არის ძალიან კარგი და სასარგებლო. ყველა ცდილობს, რომ მომხმარებელს რაც შეიძლება საუკეთესო ფასად შესთავაზოს ეს ჩამოთვლილი პროდუქტები. კვირიდან კვირამდე ამ კალათის, ასე რომ ვთქვათ, ფასი კლებულობს, ანუ ეს თვითონ მომხმარებელსაც და შეუძლია შეამოწმოს. თუ კი ერთი კვირის წინ საუკეთესო ჩეკი ვთქვათ 13 პროდუქტზე იყო 53 ლარი, დღევანდელ დღეს ის ჩამოვიდა 37 ლარი და 72 თეთრი არის ამ 13 პროდუქტის კატეგორიაზე, ასე რომ ვთქვათ 10%-იანი შემცირება არის კონკურენციის პირობებში. ეკალათაზე ფასდაკლების აქციის გარეშეც დაგვხვდებათ კონკრეტული სუპერმარკეტებისგან ცალკეული პროდუქტების ფასებზე საუკეთესო შეთავაზებები. ანუ მომხმარებელი ინფორმირებულია არა მარტო აქციების შესახებ, მაგალითად, თუ მაღაზიას აქვს რამდენიმე დასახელების კვერცხი, პური, წიწიბურა, ანუ სხვადასხვა ბრენდის ან დასახელების, რომელიც არის საუკეთესო ფასი, ყველაზე დაბალი ფასი, აი ეს ფასიც არის ატვირთული ამ საიტზე.
პლატფორმის მთავარი უპირატესობა, მხოლოდ ფასების ერთ სივრცეში თავმოყრა არ არის. ეკალათა წერტილი.gov.gz-ზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი გადაწყვეტილებას გადამოწმებულ და სანდო მონაცემებზე დაყრდნობით იღებს. ამ პროექტის ფარგლებში აბსოლუტურად ქსელებთან გვაქვს ძალიან ესეთი ოპერატიული და ეფექტური თანამშრომლობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მომენტალურად დაისახება პორტალზე და ბუნებრივია ხდება მისი გადამოწმება, რომ პორტალზე გათავსებული ფასები და ფიზიკურ სივრცეებში გათავსებული ფასები იყოს იდენტური და მომხმარებელი ამ კუთხით არ შევიდეს შეცდომაში. ამ ნაწილის მონიტორინგს ახორციელებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. პირველი რიგში კარგია, იმიტომ რომ ინფორმირებულობა და გამჭირვალობა პირდაპირ დადებითად მოქმედებს კონკურენციაზე, კონკურენციას ხარისხი მნიშვნელოვნად მაღლდება და მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელის გათვალისწინება იყო, კონკურენციის სააგენტომ უზრუნველყო ქსელებში არსებული საუკეთესო შეთავაზებების ერთ საინფორმაციო სივრცეში განთავსება. მოკლევადიან პერიოდში სწორედ ეს ბერძნული მოდელის დანერგვა გახდა ყველაზე ეფექტური, რადგან ეს ეყრდნობა სწორედ ისეთ პრინციპებს, რომელიც აძლევს საშუალებას მომხმარებელს, რომ საუკეთესო ფასი მიიღოს. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზირება. ეხლა ეს რას გულისხმობს? მაგალითად, ფასს, რომელსაც ჩვენ უყურებთ დახზე, ეს არ არის ერთკომპონენტიანი ფასი. ის შედგება სამი კომპონენტისა, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ქსელი და ჩვენ გვინდა რომ შეიქმნას კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც დაალაგებს ურთიერთობებს ამ სამ მონაწილე მხარეებს შორის. ასევე ჩვენ განსაკუთრებული აქცენტები დავსვით იმაზე, რომ მიწოდების ჯაჭვი სისტემაში არის ძალიან გრძელი და საოპერაციო მოდელი ძვირი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა უნდა მოხდეს ინიციატივების, როდესაც ლოგისტიკური დისტრიბუციური ცენტრების განვითარების საკითხი დადგება და ქსელებს აქვს ინიციატივა, რომ ასეთი ლოგისტიკური ცენტრების შექმნას. ვიდრე საშუალო და გრძელვადიანი პროექტები დაინერგება, ახალი ელექტრონული პლატფორმა ეკალათა უკვე ამოქმედდა, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეებს აძლევს საოჯახო კალათის პროდუქტებზე, ფასების დაკვირვების, შედარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ ხელს უწყობს რითეილ სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას.